ინგლისურის მასწავლებელი ცხოვრობდა სახლში თქვენ. კი. და პუნქტი მომეწონა ერთი ძალიან, რომ ესეთი რაღაცა ეწერა, რომ კატეგორიულად იკრძალებოდა სასმელის დაძალება. საჭმელისაც? საჭმელი აღარ მახსოვს და მოდი ზუსტად წავიდო და ფრჩხილებში ეწერა, რომ ორჯერ თქმაც კი დაძალება იყო. ხო, იმიტომ რომ ეს დაძალება თუ არ განუმარტე, ეს ხო ახალი პროექტი იყო. შესაბამისად თელ საქართველოში იყო თითქმის ყველა სოფელში ყველაში არა, მაგრამ ბევრში ესეთი მასალები იყვნენ და რამე გამოცდილება საერთო არ იყო რა არის დაძალება რაღაც სტანდარტები და როგორც ჩანს თავიდან ამასთან დაკავშირებით იყო პრობლემები რა. თორე ეს მასალა რო გაუშვეს და ერთთვის მე მოიკითხეს აბა რა ხდება, იმათ დაიჩიოს რომ გამასუქეს გამალოთეს და რაღაც ეს შეადგინეს რა სამახსოვრო თუ რა ქვია მაგას რა რო ესე და ესე მოიქეც ხელშეკრულება სტანდარტული მეგონა რომ იქნებოდა და დაძალება სასმელის ხო ნუ და არ ღვია ეგ პუნქტი თუ არა არა რა თქმა უნდა არც ერთ პუნქტი არ დამიროები და ეგ პუნქტი მან ხო არ გაჩნდებოდა რო არ ყოფილიყო საჭიროება რაღაცა ინციდენტი მანამ ჩემი აზრით არ გაჩნდებოდა პირდაპირ მაგას არავინ არ ჩაწერა იმიტომ რომ კაცი მასწავლებლებიც ხო იყო კი ხო და არ ვიცი კაც დააძალეს და ლევა პირველს ქალს თუ წყვილებიც იყვნენ სხვათა შორის იმიტომ რომ ერთი ჩემი მეზობელი ამბობდა ეხლა უკვე შეიძლება მის მოყოლა ჯერ რო დაინახეს ჩემ კორპუსში რომ ეს გოგონა იყო შავკანიანი ჯეიძახდნენ მე ჩემ სახლში არ შემოუშვებ ეგეთი მეზობლები წავდა შავკანი მე მოეწონათ ფიზიკურად ძალიან ლამაზი გოგო იყო ისეთი ლამაზი იყო რომ მინისტრი რო იდგა ხოლმე ბრიფინგს გვერდზე მასწავლებელი ერთი ესე ხო და მე მოეწონათ ხო და ვეკითხება რომ როგორ შეიძლებაო მეცო შევიტანო განცხადებო მაგრამ თან მეშინია ახალგაზრდა ბიჭები მყავსო და რამე ეს რომანის ეშინა მე თქვი კაცი მოითხოვა არა რა კაცია ძოლი მყავს მაშინ წვილი მოითხოვე მე დამანებე თავი აი კლად ჩამოყალიბებული არის ხო რა ხო აი სინათლის ხივი რო შემოვა მაგრამ მაინც იმხელა წყდიადი დახვდება შიგნით და გააგდებს უკან რაღაც ეგეთი შევთხოვა გააქვთ კონტაქტი ახლა ამ გოგონასთან მე იყო ჩამოსული ერთხელ